ფესტივალის სახელწოდება ივერია თავის თავში ატარებს საქართველოს უახლეს მეხსიერებას. წერლები, პოეტები, ხატმწერები, მხატვრები, ფოტოხელოვანები, ქართველი ემიგრანტები, მსჯავრდებულები და უცხოელი შემოქმედები საზღვარგარეთიდან. უკვე მე-13 წელია საერთაშორისო პრემია ივერიის ინტეგრირებული პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ასაკის, ეროვნებისა თუ სოციალური ფენის ადამიანები ერთი მიზნით, ხელოვნების სიყვარულით ერთიანდებიან. წმინდა ილია მართლის გაზეთ ივერიის სახელობის პროზა პოეზიის საერთაშორისო პრემია ივერიის დაჯილდოების რიგით მე-13 ცერემონიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. საღამოზე პროექტის ორგანიზატორებმა ხელოვნების სხვადასხვა დარგის გამარჯვებულები გამოავლინეს და მათ სიგელები და მრავალფეროვანი პრიზები გადასცეს. ძალიან მნიშვნელოვანი წელიწადია იმ თვალსაზრისით, რომ გასული წელი დავასრულეთ იტალიაში იმ აღიარებით, რომელიც იტალიის ერთ-ერთმა უძველესმა ქალაქმა, რომელსაც გააჩნია სტატუსი ევროპის კულტურული დედაქალაქი, აი ამ ქალაქმა პრემია ივერიის აღიარება გააკეთა იმ ფორმით, რომ ჩვენი პროექტი ჩასვა კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში და ჩვეულებრივ საქალაქო უზარმაზარ ღონისძიებაში, სადაც თითქმის მთელი მსოფლიოს კულტურული ღონისძიებების ნაწილი იყო გათვალისწინებული. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ზუსტად აი ამ ყველაფრის მერე დაგვემატა რამოდენიმე ქვეყანა, მათ შორის რუმინეთი, უნგრეთი და კიდევ არის ძალიან ბევრი ქვეყანა რიგში, რომელიც დაემატება. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ პრემია ივერია ზუსტად ქალაქ მატერას, ანუ იტალიური აღიარების მერე გაჩნდა უზარმაზარი მოთხოვნა იმისა, რომ გააკეთებული იყო კიდე დამატებითი პროექტი, რომელიც წინ უნდა უძღოდეს, ეს არის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, რომელსაც 2 მარტს უმასპინძლა პირველად საქართველოს პრემია ივერიის ფარგლებში. მე ვარ პოეტი, ესეისტი, მწერალი და ნოველისტი რუმინეთიდან და კულტურის საზოგადოების პრეზიდენტი. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და ეს პრიზი მივიღე. ნუგზარი დიდ პატივისცემას იმსახურებს. დიდი მადლობა, მე ვეპატიჟები ქართველ მწერლებს საერთაშორისო ფესტივალზე, რომელსაც ქვია პოეზიის მოგზაურობა. დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია და ღონისძიებაზე საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილმა პრემია ივერიის დამფუძნებელს ნუგზარ ჭიაბერაშვილს დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია და ოქროს медаლი გადასცა. ჩემთვის სრულად მოულოდნელი იყო. ერთგვარად ძალიან დიდი დაფასება არის, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ მადლობა უფალს ყველაფრისთვის, მადლობა მის უწმინდესობას, რომ არა მისი კურთხევა და უფლის შემწეობა. შესაბამისად დღევანდელი იმ ჯილდოს, რომელიც ჯილდო საქართველოს მწერალთა შემოქმედებით კავშირს აქვს ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო, ეს არის დავით აღმაშენებლის პრემია და ოქროს медаლი. და ეს გადაწყვეტილება მიიღო მწერალთა კავშირმა ქალბატონი მაყვალა გონაშვილის სახელით და მისი ხელით მოხდა ჩემი დაჯილდოება და არ ვიცი უბრალოდ მართლა ემოციები არ მყოფნის. მადლობა ყველა სამისთვის. ვეცდები რომ ეს ავანსად ჩავთვალო და მეტი გავაკეთო. ტრადიციულად იმართება პრემია ივერიას გალა დაჯილდოება, რომელიც მოიცავს შემოქმედ ადამიანებს ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით. ძალიან ლამაზი დღესასწაული არის, რასაც ყოველ წელს ჩუქნის ხელოვან ადამიანებს და შემოქმედებს ბატონი ნუგზარ ჭიაბერაშვილი, რისთვისაც მადლობას ვუხდი. მე თვითონ გახლავთ პრემია ივერიას ერთ-ერთი მონაწილე და მრავალგზის დაჯილდოებული. მიხარია რომ აქ ვარ. დიდი მადლობა საქართველოს. თქვენ ხართ ჩემი უძვირფასესი სამუდამო მეგობრები. წმინდა ილია მართლის გაზეთ ივერიის სახელობის პროზა პოეზიის საერთაშორისო პრემია ივერია უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხომ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და პატრონაჟით 2013 წლის 28 ნოემბრიდან ხორციელდება. ინტეგრირებული პროექტის მიზანი ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაცია.